გაჩნიათ ემასაც. ტაყოში ერთი მოთაკულება ძალადობა არ არის. ზოგჯერ 1000-ში ერთხელ, მაგრამ დალურჯება, დასისხლიანება და თვებით თრევა, რა თქმა უნდა, ძალადობა. გავიგდო და ვითრიეთ ხო ტყუილი, მაგრამ ტაყოში მობიცხვია. არ არის ძალადობა, მასე როგორ ამ ფსიქოლოგიური სტრესი ამ გავსირამოს. რა ვიცი, ხა არ ეთყობოდა ფსიქიკა რო შეერღვა ნამდვილად. გააგრძელა ისო თავისი ახირებები. ნუ ახლა ჩემ სირგლე ესეთი რაღაცები არ ხდება, მაგრამ ტელევიზიით რაც მესმის, სამწუხი ფაქტია. თქვენ თუ გიცემია თქვენი შვილი? არა ვარ მოძალადებუნებით. ასე იგი ახსნის რამე თუცდა მიმართება. ახსნა განმარტება და მეტი სიყვარული, მეტი ლაბარაკი, ურთიერთობა. საქართველოში ძალიან ხშირია მსგავსი ფაქტები, ვინაიდან ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე ყველას გონია, რომ თუ ბავშვს ცემ, ის დაგიჯერებს და შენს ნებას დაჰყვება. რაც შეეხება რა მეთოდს უნდა მივმართოთ, მე ვთვლი, რომ მშობლები უფრო მეგობრულები უნდა იყვნენ შვილებთან და როდესაც ჩვენ გვესმის ჩვენი შვილების არანაირი ცემა და მასზე ძალადობა საჭირო არ ექნება ნამდვილად. გიცემია თქვენი შვილი? შეიძლება. მაშინ არ ვიყავით ასეთი გათვითცნობებული და სხვა იმაში ვიზრდებოდით პოლიტიკაში, სხვა ეს კომუნისტური წყობა სხვანაირი იყო და სხვა სიტუაციები იყო. არ ვამართლებ. არა, სწორი და ახლა ჩემი შვილი დღეს დაბადების დღე ჰქონდა და მეგობრებთან ერთად მაკდონალდსში დავსვი და აქეთ მედოდები მე. ცემა რა თქმა უნდა არის ძალადობა და მთავარი არის რომ მშობელმა შვილს უფრო აუხსნას ისე გასაგებად და მშვიდად ადამიანურად და არა ზოგიერთი ადამიანი ვიცრობ რომელიც შვილებს ძალიან სულად ექცევა და მაიცებს მაგალითად არ არის სწორი აღსწრებით ნამდვილად. ძალიან ბევრი ტრენინგები მაქვს ამაზე გავლილი. მე თვითონ მასწავლებელი ვარ და სასტიკად ვებრძვი ამ საკითხს. ბავშვზე ძალადობა არაფრით არ შეიძლება, ცემით არაფერი არ გამოვა. თქვენ თუ გიცემია თქვენი შვილი? ჩემი შვილი 30 წლის მყავს უფროსი და ის და 29-ის მეორე. ისინი მიცემია და მე მეორე თაობაც მყავს. 20 წლის არის და ეხლა 15-ის, ისინი არა. რა ვიცი, მე შეიცვალა, რა ვიცი. ჩემში შეიცვალა თუ ბავშვებში შეიცვალა, არ ვიცი. რა თქმა უნდა, ძალადობა. ცემით არ იყო დედამ შვილი რომ მოკლა. ისე უნდა მიუდგე როგორც დიდს და არა პატარა. ზოგი ენის მოჩლეკით რო ელაპარაკება ბავშვს. ისე კი არა ნორმალური ადამიანივით უნდა მიუდგე პატარასაც. უნდა დაარიგო, უნდა გააფრთხილო რაღაცა და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. მე ჩემ უფროს შვილზე უფრო მეგობრული განწყობით უფრო მეტად ვიმორჩილებ, რა ვიცი. რომ კარგი ის გვაქვს ურთიერთობა, როცა მეგობრულად ვართ. იყო თუ არა ბავშვის ცემით მისი უფლებაც? კი როგორ არ ირღვევა რა, ბავშვისთვის ძალიან ცუდია ფსიქიკურად.